დასაქმებათა სამუშაო ადგილების შექმნა სიღნაღის ახალ სასტუმროში 20 ადგილობრივია დასაქმებული 13 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 36 ადამიანის მიღება შეუძლია. Სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და ძველი სტილის მარანი. შენობა ჭყონია ჰოლდინგის საკუთრებაა. ობიექტი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა. ამის შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი ჯუგაანის ახლად გახსნილ სკოლაში მივიდა. შენობა დაათვალიერა და ორი წარჩინებული მოსწავლე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა. პროკურატურის შენობის ნაცვლად სიღნაღის ცენტრში ახლა თანამედროვე სტანდარტების სასტუმროა. შენობების სიმბოლურმა ჩანაცვლებამ სიღნაღელებს 20 ახალი სამუშაო ადგილი მოუტანა. ტურისტებს კი მაღალი კლასის სასტუმრო. სოლომონ 1805 დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ მსოფლიოს ბაზრებზე ფასების ზრდა საქართველოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის განვითარება უნდა დაუპირისპიროს. დღევანდელ პირობებში, როცა მართლა ბევრი გამოწვევა ჩვენ შორის ეკონომიკური, მათ შორის ის, რომ გადაირიან ფასები მსოფლიო ბირჟაზე, საწვავი ძვირდება, საჭმელი ძვირდება, ელემენტარული მოხმარების საგნები ძვირდება. ერთადერთი ჩვენი გამოსავალი პირობებში, როცა ჩვენ საწვავს არ ვაწარმოებთ, არის ის, რომ ჯერ ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავზადოთ, რომელსაც აწარმოებს საქართველოს, ესე იგი ამისათვის შემოგვაქვს ჩვენ აქ მათ შორის აქ გარშემო ახალი ტესლი, ახალი ჯიშები და მეორე განმავითაროთ შეუბრალოდ სამუშაო ადგილები, მისაც რომ ხალხი დასაქმდეს და მათ შეელოთ ამ გაძვირებული პროდუქციის ყიდვა. და დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება საქართველოში არის ტურიზმი. თემურ ჭყონიამ გააკეთა ძალიან კარგი სასტუმრო ქობულეთში, მართლა მაღალი დონის. ეხლა გააკეთა ეს მეორე მაღალი დონის სასტუმრო. იწყებს სასტუმროს მესტიაში, ამას ერთად ვიყავით სვანეთში. და ყოველი ეს სასტუმრო არის დასაქმებული ადამიანები, იმიტომ რომ პრაქტიკულად სიღნაღში მთავარად შეიცვალა და რის გამოც ხალხმა დაიჯერა აქ ეს ცვლილებები უკეთესობისკენ. არის ის, რომ კონკრეტულ ყველა პრაქტიკულად ოჯახს გაუჩნდა შემოსავლის წყარო. პრაქტიკულად ყველგას გაუჩნდა ერთი დასაქმებული ადამიანი მაინც. ერთ სიტყვით, ამ ხალხისთვის ყველანაირი სოციალური პრობლემები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გაძვირებული ქვილის ფასი, გაძვირებული საკვების ფასი, გაძვირებული საწვევის ფასი, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ იმდენად მტკივნეული არა, როცა საერთოდ არაფერი არ ქონდათ გამოსავალი, არ ქონდათ არანაირი პერსპექტივა და ფაქტიურად მინდობილი იყო საკუთარ თავს. ამიტომ და სხვა შორის ეს შენობა არის პროკურატურის ყოფილი შენობა, ესეც ერთ საკითხია, რომ პროკურატურა აქედან გავიყვანეთ და ადრე პროკურატურა შედიოდა ბიზნესებში, ისეთებში როგორც აქ თემურს, ახლა კერძო ბიზნესი შევიდა პროკურატურაში. ოღონდ რა თქმა უნდა, საქმის გასაკეთებლად. და ეს არის მისი სამომავლო ტენდენცია. სასტუმრო 13 ოთახიანია და დამსვენებლების მიღება უკვე დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. თვითონ სიღნაღს აქვს ძალიან სერიოზული დაფიქრვა. პროგრამა არაჩვეულებრივი ქვეყანაში, რომ ტურიზმი განვითარდეს. შიგა ტურიზმს არის დიდი აქცენტი გაკეთებული, რასაც მე ძალიან მივესალმე და მომწონს ეს თემა. ახალი შენობა აქვს ჯუგაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც. ავარიული სკოლის სარემონტო სამუშაოები არც რუსული აგრესიის პირობებში შეწყვეტილა. პრეზიდენტმა სკოლის გახსნის შემდეგ ფიზიკის ლაბორატორია მოინახულა. ფიზიკის კანონების მაგალითზე მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებს ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ორმა წარჩინებულმა მოსწავლემ პრეზიდენტისგან კომპიუტერები მიიღო. აქვე გამოცხადდა გამოგონებლების კონკურსი. ესე ერთი ხუთვისება აქვს იქნებ ინსტრუმენტულად ერთნაირად სკოლა ესე იგი. ერთად იგივე სიმაღლე. მიუხედავად ფორმებისა და გარემოებისა, ხო? სიმაღლე ერთი. აი ესეა ზუსტად განათლებული საზოგადოებას და იმიტომ რომ თუ ბავშვები იქნებით მომზადებული, როგორი ძიმე ეკონომიკური გარემოც არ უნდა იყოს, ან უკეთესი, ან შედარებით რაღაცა პირობები უკეთესი ან უარესი, ყველა შემთხვევაში ერთ-ერთ არავის ნაკლებად არ იქნებით წინ. როცა ადამიანი არის მომზადებული აქ ამ ერთ ფორმაში ზუსტად ისეთი საშუალებები გაქვს, როგორც ადამიანს მომზადებას კალიფორნიაში, ჰონკონგში, შანხაიში, აგერ აქ ჯუღანში. მართლა ესეა. ოღონდ ის რა ქვია, თავარია რომ მომზადება და ხარისხი გქონდეთ ერთნაირი. და სხვა შორის მე ეს მინდა გითხრათ, რომ თავარი აქ რაც არის, ახლა რომ ჩვენ წლევანდელი წინათ იმასთან ლაბორატორიით, რომ ესე იგი ყველა სკოლაში უნდა დავნებოთ გამოგონებლების კონკურსები. წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ უნდა იყოს საქართველოს მასშტაბით ეს კონკურსები.
კალიფორნიელი რობერტ ქალინა ჯუგაანელ პირველკლასელებს ინგლისური ენის საწყისებს უხსნის. ამ დროს თავად მასწავლებელს ჯუგაანელებმა კახური კულინარიული სახელწოდებები უკვე შეასწავლეს. როგორ ითვისებენ ჯუგაანელები ინგლისურს, პრეზიდენტი პირადად დააკვირდა. კარგად მიდის სწავლება, ძალიან მონდომებულები არიან. მივხვდი ფიზიკის ლაბორატორიაში ინგლისურენოვანი ცხრილი აქვთ გაკრული. როგორ გრძნობთ აქ თავს? უკვე კარგად ვიცი რას ნიშნავს. მაღალი სტანდარტების სკოლის შენობისა და გზის რეაბილიტაციისთვის ჯუგაანელებმა პრეზიდენტს მადლობა პირადად გადაუხადეს. მოსახლეობასთან პრეზიდენტმა ისაუბრა მიწების ათვისების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, როგორც ქვეყნის პრიორიტეტზე. რამდენიმე გავხსენით უკვე ესეც ვფიქრობ, რომ როდის მოდი, როცა თელ საქართველოში ეს სკოლები იქნება. მაგრამ კიდე გამიხარდა, რომ აქ მოვედით ძალიან მაგარი ბეტონის გზით. რაც აგრეულ ალეწილი იყო ეს გზა, მე მახსოვს აქ დავდივით ხოლმე ლამის იმით ტრაქტორებით, ხო? და ყველაფერი ნელა ხა აქ ეს სკოლა გაკეთდა, აქ ეს კიდე მოუწესრიგებელი ამბულატორია, მაგრამ თანდათან მივად ყველაფერი გაკეთდა. თავარი ახლა არის ის, რომ როცა საჭმელი ასე ჯვიდება თემ სოფლიოში. ჩვენ უნდა გამოვიღოთ ხელი და დავამუშავოთ ყველა მიწები, ჩვენც ახალი თესლი შემოაქვს, ახალი ჯიშები, ხალხი მზადდება, მაგრამ კახეთის მიწა ისეთია, რაც არ უნდა გვალვა იყოს, ადამიანი თუ ხელს კარგად გაანძრევს. აი მე ბევრი ადამიანი აქვს ვიცით, ვინც კარგად შრომობს, მართლა მიუხედავად ყველაფრისა აწარმოებს და ქვეყანასაც ყვებას და თავის ოჯახსაც. და მე მინდა რომ ეხა შევქმნათ პირობები, რომ აი ეს რომ გამოვიარეთ და ხალხი კიდე დგას ბევრი პირჩას, რომ ეს ხალხი მაქსიმალურად მივამაგროთ მიწას, იმიტომ რომ აქ მიწები მაინც არის გარშემო და საშუალება რომ მოსავალი იყოს არის. და ქვეყანას ახლა როგორც არასდროს ჭირდება საკვები პროდუქტების წარმოება, იმიტომ ყველაფერი ძვირდება, ხო იცი? და ასე რომ მაგრამ სწავლა გჭირდება ასევე პირველ რიგში. რომ ისე ტექნოლოგიები შევქმნათ, რომ ჩვენ თვითონ არ საიდან არ შემოტანა არ გვინდოდეს, ჩვენ თვითონ გავიტანოთ სოფლიოს ჩვენი ტექნოლოგიები. აი ბავშვებს რო უყურებ ამ სკოლებში გაიზრდებიან ძალიან მაგარი გამოგონებლები და თავის ოჯახებსაც ასახელებენ, თავის სოფლებსაც და თავის ქვეყანასაც. ესეთი სკოლა ახლა ფაქტიურად რაიონში ერთადერთია, ხო და მნიშვნელობა დიდია, იმიტომ რომ პრეზიდენტი ხსნის ხო ამ სკოლას. ეფექტია მოსახლეობისთვის უფრო იმედია და უფრო უკეთესობისკენ წავა თან ცხოვრება ამ. ესეთი კიდე 9 სკოლა გაიხსნა მხოლოდ ამ წელს, რაც არის უპრეცედენტო რაოდენობის სკოლების, რომელიც აშენდება ერთი წლის განმავლობაში. ყველა პირობა ამ სკოლაში არის შექმნილი ბავშვების დრო ისწავლონ, მასწავლებლის დროს რო ასწავლონ. ჯუგაანის ახალი საჯარო სკოლის შენობაში 268 მოსწავლე სწავლობს. სკოლას თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ლაბორატორია აქვს.